მაკოგომური და გიორგი ჭუმბურიძე 2019 წლის ივნისის აქციების დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირზე გაიხსენეს რა მოხდა 6 წლის წინ. ეს საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია, რასაც პროკურატურა სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად ატარებს. მივათვარა პროცესი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობამდე, ამის შესახებ ჯერ არაფერია დადასტურებული. ფაქტია ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კითხვები სამართალდამცველთა მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებების კანონიერების შესახებ დასვა. ამ ძალოვან უწყებას კი 2019 წელს სწორედ გახარია ხელმძღვანელობდა. ნინო არღულიანი გიამბობთ. რუსთაველის გამზირზე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი მაკოგომურისა და გიორგი ჭუმბურიძის მონაწილეობით გაგრძელდა. დაზარალებულები გამოძიებას 20-21 ივნისის ღამის მოვლენების სურათის აღდგენაში ეხმარებიან, რითაც შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. აღვადგინეთ სურათი მთლიანად, რაც მახსოვდა, 6 წლის მერე ხა რაღაცები ზუსტად არ მახსოვდა, მაგრამ არის აღდგენას ჩავწელი. უთხარი გამომძიებას კითხვები ძირითადად არ იყო, გარდა იმისა, რომ ეს აღვადგინა რა სიტუაცია იყო, დაახლოებით რა პერიმეტრიდან მოხდებოდა, უთხარი სად იყვნენ მაშინ სპეცრაზმელები განლაგებული. საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიწყო, რომელმაც სახელმწიფოს დაავალა გამოიძიოს მოქმედებდა თუ არა აქციის დაშლისას კანონის ფარგლებში უწყება გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. გამოძიების ინტერესი არის, რაც მთავარია ის, რომ გამოავლინოს რაიმე უკანონო ქმედებას თუ ქონდა ადგილი და დადებით შემთხვევაში და დიახ ზუსტად ამას ვამბობ და დადებით შემთხვევაში ასეთ პირის გამოკვეთის და შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში რა თქმა უნდა მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება კონკრეტული პირის, ვინც გამოიკვეთა გამოძიებით. ევროპულ სასამართლოს ივნისის მოვლენებზე კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა აქვს დადგენილი. საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ქვედა პალატის გადაწყვეტილება ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისას სახელმწიფოს ძალის გამოყენება შეუძლია. ძალის გამოყენების პროპორციულობაზე კი სასამართლოს შენიშვნები აქვს, რომლის ადრესატიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობაა. რამდენად შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების ისეთ დაგეგმვა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ გამხდარიყო საჭირო ამ ფორმით სპეციალური საშუალებების გამოყენება. განსაკუთრებული აქცენტი რა თქმა უნდა გაკეთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელებზე, ანუ ადამიანებზე, რომლებსაც ევალებოდათ აი ამ სპეციალური ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება. შესწავლის საგანია, რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მაქსიმალურად შემცირება მინიმუმამდე დაყვანა. ეს არის მთავარი საკითხი, რითიც უნდა დაინტერესებული იყოს მიმდინარე გამოძიება, რადგან სახელმწიფოს ევროპული სასამართლოს წინაშე სწორედ აი ამ საკითხზე აქვს პასუხები გასაცემი. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ მოკავშირედ იქცია 20 ივნისის საქმეზე, ამ პარტიაში გახარიას მისამართით კითხვებიც გაქრა. გიორგი გახარიასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ მაქვს. გამოძიება თბილისსა და სტრასბურგში სავარაუდოდ გიორგი გახარიამდე მივა. ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ საპოლიციო ღონისძიებაზე პასუხისმგებელი თავად არის. ვინ გასცა ამ ტყუების გამოყენების ბრძანება, ვისი ინიცირებით და ვისი ბრალეულობით მოხდა იქ ადამიანების დაშავება, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობდა, სამართალდამცავებს როგორც შემდგომ ყველა სხვა შემთხვევაში შეეძლოთ, რომ ეს პროცესები გაენეიტრალებინათ მინიმალური ზიანით, 20 ივნისის შემთხვევაში ეს ზიანი ხელშესახები იყო და ვინ იდგა ამ ზიანის სათავეებში, ამ კითხვაზე ძალიან კარგი იქნება თუ გვეცოდინება პასუხი. სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ძირითადად მთლიანად შეესატყვისება მათ შორის მიტინგების, მათ შორის აქციების, მართვის თუ შეწყვეტის თუ დაშლის ყველა ასე ვთქვათ სტანდარტს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო ასე ვთქვათ გაცემული რეკომენდაცია საქართველოს მხარეზე, რომ მოხდეს დამატებითი გამოძიება პროკურატურის მხრიდან თვითონ კონკრეტულად იმ აქციის დაშლის აი ეს კომპონენტი რამდენად ასე ვთქვათ შეესატყვისებოდა აუცილებლობას. 2019 წლის ივნისის მოვლენებზე ქვედა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ საქმეს დიდი პალატა განიხილავს. ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი შუალედური განხილვისას მოსამართლეებმა კითხვები მხოლოდ აქციის დაშლის მეთოდებზე, ძალის პროპორციულობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების კანონიერებაზე დასვეს.